ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა. დეფორმირებულ კარკასებსა და ვიტრაჟებს ტენდერით გამოვლენილი კომპანიის სპეციალისტები დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში აღადგენდნენ. ეს იყო ტაძრის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი, პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში განხორციელდა, რომლებიც ფასადებისა და ფერწერის აღდგენას მოიცავდა. პროექტის სრული ღირებულება 983,000 ლარია, საიდანაც უშუალოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 366,000 ლარია. ამ ეტაპზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში პროექტის მეოთხე დასკვნით ნაწილზე მუშაობენ, რაც ტაძრის ადაპტირებასა და ეზოს კეთილმოწყობას გულისხმობს. პროექტი პრაქტიკულად თავისი სირთულეებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ბოლო 3 წელია ხორციელდება. ანუ მიმდინარე წელს დასრულდა მესამე ეტაპი, რაც მოიცავდა გარე ვიტრაჟის სრულ რეაბილიტაციას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას, ხოლო გასულ წლებში მოხდა გარე ფასადების და შიდა სივრცის რეაბილიტაცია. რაც შეეხება საომავლო გეგმას, მიმდინარე წელს ჩვენ შესყიდვის ეტაპზე ვართ და ვასრულებთ, ასე ვთქვათ, შესყიდვის ეტაპს უშუალოდ საპროექტო დოკუმენტაციის, რაც მოიცავს უკვე მეოთხე ეტაპს, რომლის ფარგლებში განხორციელდება ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც გულისხმობს არსებული ფილების გამოცვლას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, განათების მოწყობას და ასევე შუშუმ პირებზე ადაპტირებული ლიფტის მოწყობას. სავალალო მდგომარეობას ვიზუალურად ვერ დავარქმევდით, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა და რაღაც პატარა ფრაგმენტი ჩამოვიღეთ, აღმოჩნდა რომ ჩარჩოები იყო კარკასები ძალიან რთულ მდგომარეობაში, რაც არ უნდა რესტავრაცია გაგვეკეთებინა, არ შეინარჩუნებდა თავს. ანუ მოხდა თავად კარკასების აღდგენა, ფრაგმენტები, რომელიც არ არსებობდა, ისინი საერთოდ ახალი დამზადდა, ანალოგიური ძველი ესკიზების მიხედვით და დეტალები, რომელიც ფრაგმენტ აკლდა, დაზიანებები იყო დატეხილი ვიზუალურად, თითქოს არ ჩანდა ეს ჩვეულებრივი მოკდავი თვალისთვის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი შრომა არის ჩატარებული.